სავაშ არ გამაგიჟო. რას ნიშნავს არაფერს იღონებ? ეს რა არის? განსაკუთრებული არაფერია, უნივერსიტეტში სწავლობს. რა თქმა უნდა, მეგობრები ეყოლება. თუ ისეთი არაფერია, როცა პირველად ნახე, რატომ გაფითრდი? ათასობით ამაზე უარესი ფოტო მაქვს. ყველგან გოგონები არიან. შენ კაცი ხარ. შეიძლება რომ გაერთო. მაგრამ უნდა გესმოდეს, რომ ქალებისთვის ასეთი რამ არ შეიძლება. ის დრო წარსულს ჩაბარდა. ახლა სხვა დროა. ჩიჩეკი უნივერსიტეტში სწავლობს. და ბუნებრივია, რომ მეგობრები ჰყავს. გასაგებია? ესე იგი არაფერს იღონებ. არა. კარგი. მართალია. დრო შეიცვალა. თუ ასეა, შენს გაუწიე ქმრობა. დედა თავიდან ნუ დაიწყებ. შველა. თავარია რომ დააფეხმძიმო. რა? ჩვენ მხარეში ჭორაობენ. ამბობენ უშვილოაო. თავარია ჩიჩეკი დააფეხმძიმო. ესეც საკმარისია. მე როგორც გინდა ისე გაერთე. დედა როგორ მელაპარაკები? რას ნიშნავს დავაფეხმძიმო? შვილო, ჩიჩეკის შეყვარებას არ გაიძულებ. უბრალოდ მასთან დაწექი. დედა მისმინე. მე არ გავერთობი. შეყვარებული ვარ. რაც არ უნდა მოხდეს, მას არ ვუღალატებ. გასაგებია? შეყვარებული ყავს? რძალო, წყალი მომიტანე. ოღონდ ცივი. ადექი და მოიტანე. ადექი. რა ხდება? პატივისცემა გამოიჩინე. ჩიჩეკი შენზე უფროსია. ვერ გაიგე? წყალი მომიტანე მეთქი. დადი და აიღე. დაიძინა? ხო. დედა. შეგიძლია მაპატიო. მე უკვე გაპატიე. დედები შვილებს ყოველთვის პატიობენ. ეს არის დედობა. მალე თვითონაც მიხვდები. კარგი, მაგრამ შვილები? ისინი პატიობენ მშობლებს. მაგალითად ომერი შეძლებს რომ მაპატიოს. ომერი ამას ვერ გაიგებს. იტყვის დედა ჩემი ამ ქვეყნად საუკეთესო დედაო. მართლა ასე ფიქრობ? დაივიწყე. ეს წარსულში დარჩა, კარგი? ნუ არ ფიქრობ ამაზე. შენ შეცდომას მიხვდი და გამოასწორე. გასაგებია? ახლა კარგად ხვდები რა არის შვილის სიყვარული. მივხვდი რატომ გადამაფიქრებინე ბავშვის მოშორება. მართალი იყავი. ჩემი შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო მინდა. საუკეთესო ნივთებს ვუყიდი. პრესტიჟულ სკოლაში ვასწავლე. რა თქმა უნდა. რაც შეგიძლია ყველაფერს გაუკეთებ. ამას ერთად შევძლებთ. დედა შაჰნურ. მე ძახდით? გეძახდი. რა არის ახალი უნივერსიტეტში? არაფერი. ვმეცადინეობთ. გამოცდები გვაქვს. კარგი. ისწავლე და ბედნიერი იყავი.
ამ საღამოს, როცა ყველა დაიძინებს, ამას ჩაიცვამ და სავაშის ოთახში შეხვალ. რა? სავაშის ოთახში შევიდე? თან ეს უნდა ჩავიცვა? დედა შაჰნურ, ტყუილად ცდილობ, ასე ჩაცმული თუ შევალ სავაში გამომაგდებს. სავაში მამაკაცია, შვილო, მამაკაცი. როცა ამით დაგინახავს, როგორ გამოგაგდებს? შენ ლამაზი გოგო ხარ, სუფთა. შენ წინაშე ვერც ერთი მამაკაცი ვერ შეიკავებს თავს. დედა შაჰნურ, ასე როგორ შეიძლება? რატომ არ შეიძლება? მისი კანონიერი ცოლი ხარ. ერთხელ თუ დაწვება შენთან, ვინ რა სიტყვის? მე რა, ერთხელ გამოსაყენებელი ნივთი ვარ? ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება, ჩიჩეკ. შვილს გააჩენ. ჩვენი გვარი გაგრძელდება. ქალობა გამოიჩინე. და ეს ბევრჯერ მოხდება. არა, ამას არ დავთანხმდები. როგორც გითხარი, ისე მოიქცევი. შენთან ღამის 11 საათზე შემოვალ. დაიმახსოვრე. ნეტავსად დაიკარგა. ხომ არ მომატყუე დერია? რა სისულელია, რა ტყუილი? პულს როდის მომცემ? ის ტიპი დაითანხმე და მიიღებ. რაზე ჩურჩულებს ორი ჯადოქარი? აზრასთვის კომპანია ფენჩის დათანხმება უნდა შევცლა. ეს როგორ? ძმაო, კლიენტები მჭირდება, კლიენტები. მერე დერია რა შუაშია? დერია კომპანია ფენჩის დირექტორს მოსწონს. დერია დათანხმდება, ჩვენ კი სარეკლამო კონტრაქტს მოვაწერთ ხელს. მისმინე, იმ მაიმუნთან არ დავწვევი, იცოდე. ჩემთვის მთავარია შეკვეთა მივიღოთ. შენ თუ გინდა ლოგინში ჩაუწექი, თუ გინდა საუნაში გაყევი. ჩემი საქმე არ არის. მოვიდა. ნუ ხარ მოწყენილი, გაიღიმე. გამარჯობა ბატონო ბეჩეთ. გამარჯობა ქალბატონო დერია. თქვენმა სილამაზემ დამაბრმავა. გმადლობთ რომ მოხვედით. უარი არ მითხარით. რას ამბობთ ქალბატონო დერია, რას ამბობთ? თქვენს ნებისმიერ სურვილს შევასრულებ. ჩვენ დერიას კოლეგები ვართ სარეკლამოდან. მე აზრა ვარ. ალპაი. ჩიჩეკ, წავედით. წადი. ჩიჩეკ. აქ რას აკეთებ? ასე რატომ გაცვია? დედა შენმა მიბრძანა. უკვე მომბეზრდა. მომბეზრდა. სად არის? შენს ოთახში გადი. ღმერთო. რა ხდება სავაშ? დედა რას აკეთებ? საერთოდ არ გრცხვენია? რა გავაკეთე? ჩიჩეკს რაღაც სისულელე ჩააცვიდა ჩემს ოთახში გამოუშვი. მოვიდა? ღამის პერანგი დავუტოვე ოთახში და რჩევა მივეცი, სულ ესაა. რადგან მოვიდა, ესე იგი შენთან ყოფნა უნდა. სამუდამოდ ქვრივად ხომ არ დარჩება. რას ამბობ? გოგო დგას და ტირის. აბარაქნეს. გითხრას შენთან დასაწოლად მოვედიო? პატარძლები ყოველთვის ტირიან. ასე ხდება, შვილო.
ძალიან ცუდად მოიქეცი. რატომ? ჩიჩეკი შენი კანონიერი ცოლია, შენი რჩეული. მინდა რომ ჩვენი გვარი გაგრძელდეს. მინდა ბალდარებს შვილიშვილები ჰყავდეთ. არასოდეს არ დანებდები, არა?